პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროში შევიდა ორი ზარი, რომ სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორია დანაღმული იყო. ზარების ავტორი ამტკიცებდა, რომ შეიარაღებული სამების მიმდებარედ იმყოფებოდა და თუ უახლოეს 20 წუთში ევაკუაცია არ მოხდებოდა, აფეთქება განხორციელდებოდა. განცხადება სუსმა გაავრცელა. უწყების ცნობით, სრულ შეტყობინების ბრალდებით ფრთხილებულია არასრულწლოვანი, რომელმაც კვალის დაფარვის მიზნით ხმა შეიცვალა, გამოიყენა უცხო ქვეყნის ვირტუალური სატელეფონო ნომერი და დაფარა IP მისამართი. ოზარდი დანაშაულს აღიარებს, მას 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. თბილისში ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში 22 წლის რუსი გოგო გარდაცვლილი იპოვეს. რუსული მედია წერს, რომ ალინა კამბაროვას ცხედარი 17 მარტს სასტუმროს ნომერში იპოვეს. ის რუსეთიდან წინა დღით დაბრუნდა. 22 წლის გოგო საქართველოში ცხოვრობდა. რუსული მედიის ცნობით, ახალგაზრდა ქალი სასტუმროში იმ მამაკაცთან ერთად შევიდა, რომელიც აეროპორტში დახვდა, თუმცა ცხედრის აღმოჩენისას ის ადგილზე აღარ იმყოფებოდა. ირანის რეჟიმმა 18 წლის მელიკა აზიზის სიკვდილით დასაჯა. ინფორმაციას სხვადასხვა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები და მედია ავრცელებს. 20 იანვარში მიმდინარე მასშტაბური ანტისამთავრობო აქციების დროს დააკავეს აიათოლას ფოტოსა და დროშის შეურაცხყოფის ბრალდებით. ლონდონში სინაგოგასთან უცნობმა პირებმა ებრაული მოხალისეობრივი ორგანიზაციის სასწრაფო დახმარების 4 მანქანას ცეცხლი წაუკიდეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ავრცელდება.